არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟთან შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა წაიკითხა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინის და ლუკაშენკოს სცენარით იწყებს და საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და ჩვენი ბენეფიციარების მოქალაქეების ნდობის ღალატს. თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი უკვე ცხადია. ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ისევე როგორც თავისუფალი ჟურნალისტიკის. ჩვენ გვაქვს არაერთი საქმე პედოფილიის, სქესობრივი ძალადობის და სხვა საშინელი დანაშაულის. ხშირად ისინი, როდესაც მოგმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას. რადგან არ აქვთ ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენ სერვისებს იღებენ. შესაბამისად, მათი ისტორიები, მათი სამედიცინო ისტორიები ინახება ჩვენთან. საფარის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია უკვე სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან გრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია.